რა შედეგებით დასრულდა გასული წელი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული კომუნალური კომპანიებისთვის და როგორი გეგმები აქვს ენერგოომბუდსმენის სამსახურის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ მიმდინარე წელს. ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილთან ერთად ვისაუბრებთ აღნიშნულ თემებზე. მოგესალმებით ნინო, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამნახეთ და ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, ვსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობიან და წარმატებულ წელს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. დიდი მადლობა ნინო, დავიწყოთ შეჯამებით სხვადასხვა მიმართულების, მაგრამ ჯერ რადგან ისევ ზამთარია, გაზის სექტორი უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მაინტერესებს ასევე კომუნალური კომპანიების გამოცდილება, როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყალმომარაგების სექტორში, აი ძირთადად რა ტიპის დარღვევებია დაფიქსირებული? კი ბატონო, 2025 წელი ნამდვილად ესეთი განსაკუთრებული წელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი განაცხადი საჩივარი შემოვიდა ჩვენ სამსახურს, წინა წელთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგებული იყო რაოდენობა. განსხვავებული, ესე ვთქვათ, პრეტენზიები აქვს მომხმარებლებს სექტორების მიხედვითაც ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ თუ მაგალითად ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში ჩვენთან შემოსული განაცხადების ძირითადი რაოდენობა ეხება არასწორად დარიცხულ გადასახადებს და ჭარბობს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები, რომელიც მიწოდებას, წყვეტას, ხარისხს და ასე შემდეგ და მისგან გამოწვეულ ზიანს შეეხება. ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი თემა თქვენ ბრძანეთ, რომ ეხლა ზამთარია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის თემა, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება და მე ვისარგებლებ ეხლა შემთხვევით თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიწვიონ ბუნებრივი გაზის დანადგარების გამოყენების კუთხით. 2025 წელი განსაკუთრებული იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო თქვათ სტატისტიკა გამოვითხოვეთ კომპანიებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობა გქონდა უსაფრთხოების კუთხით და რამდენი დანადგარი ან რამდენი ობიექტი ან რამდენი აბონენტი გადამოწმდა, არამედ უშუალოდ თბილისი ენერჯის ვესტუმრეთ კიდეც, რათა გაგვეგო რამდენად სწორად ხორციელდებოდა ან როგორ ხორციელდებოდა, ასე ვთქვათ, იმ თანამშრომლების გადამზადება, რომლებიც შემდეგ გამოწმებდნენ ამ დანადგარებს. აი, ამაზე მინდოდა მეკითხა, ერთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, მომხმარებლების მხრიდან თვითონ ხდება არასწორად დამონტაჟება, მეორეა, როდესაც თვითონ კომუნალური კომპანიები ატარებენ შემოწმებას, ხო? ანუ რა სტანდარტებია და რა გამოცდილება აქვთ დასაქმებულ ადამიანებს, ეს ალბათ მოსახლეობას აინტერესებს, ვინც მათ ოჯახებში შედის და ამოწმებს მოწყობილობებს. კი ბატონო, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორედ ამ კითხვით მოგმართავენ მომხმარებლები. თქვენ მოგეხსენებათ, ეს ჩვენმა მოქალაქეებმაც იციან, მაგრამ მე ერთხელ კიდე გავიმეორებ, ყოველწლიურ შემოწმებას ატარებს კომპანიები ბუნებრივი გაზის დანადგარების შემოწმებასთან დაკავშირებით და მე რა თქმა უნდა ჩვენთანაც მომხმარებლები ასეთ კითხვას ხშირად სვამდნენ, რომ როდესაც მოდის კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც ქსელზე არსებული დანადგარები უნდა შეამოწმოს, არის თუ არა შესაბამისი ცოდნით ისინი აღჭურვილები და უნდა ენდონ თუ არა მათ. რა თქმა უნდა ჩვენ როგორც დამცველებმა გადავწყვიტეთ, რომ ეს ადგილზე გვენახა, ამიტომ თბილისი ენერჯის ვთხოვეთ და დავათვალიერეთ სწორედ ის ადგილი, სადაც სიმულაციურ ცენტრს ეძახიან ესენი, სადაც კონკრეტულად ხორციელდება კომპანიის თანამშრომლების გადამზადება, დატრენინგება, ჩვენ თვითონაც გავიარეთ, ასე ვთქვათ, პატარა ტრენინგი ამასთან დაკავშირებით, იქ აბსოლუტურად სწორად არის, ასე ვთქვათ, განლაგებული დანადგარები, რა როგორ უნდა იყოს დამონტაჟებული, რა არის შეცდომა და დაუშვებლობა და რა არის სწორი და როგორ უნდა იყოს ესე თუ ის დანადგარი. ამიტომაც, როდესაც კომპანიის თანამშრომელი მოდის და მომხმარებელს, ასე ვთქვათ, შენიშვნას აძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც წესრიგში ქსელთან დაკავშირებით არ არის, დამერწმუნეთ, რომ ამას აუცილებლად უნდა ენდონ და სწორედ ის რეკომენდაციები, რომელსაც ისინი გასცემენ, უნდა გამოიყენონ. მე კიდევ ერთხელ განვარტავ ამასთან დაკავშირებით, რომ ეხლა არის განსაკუთრებით. ძირითადად რა რეკომენდაციები გაქვთ კიდევ ერთხელ, რომ კი ბატონო, ნახეთ, ეხლა არის ძალიან ისეთი ცივი ზამთარი, ხო, რომელიც ქარიანი, ესე ვთქვათ, ამინდით ხასიათდება. ამასთან არის განსაკუთრებული საფრთხე. ის რომ ამ დროს ჩვენ მოვიხმართ ბუნებრივი გაზის დანადგარებს დახურულ სივრცეში. თითქმის ყველა ფანჯარა არის დაკეტილი, განსაკუთრებით ქარიან ამინდში. ამიტომაც აუცილებლად მნიშვნელოვანი არის, რომ დანადგარები და ქსელი იყოს წესრიგში, იმიტომ რომ მომეტებული საფრთხე არის გაჟონვის შედეგად დაგროვების. ეს ერთი. და მეორე, როგორც თქვენ ბრძანეთ, რა რეკომენდაცია არის კიდე ქარმა იცის არასწორად დამონტაჟებული დანადგარისგან შემოტანა ასევე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მავნე ნივთიერების ცეულს რომ ეძახით და ნაწვის შემოტანა, რომელიც ასევე გროვდება ოთახებში და
მომენტებულ საფრთხეს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის, ამიტომაც კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ყველაფერს და თუ კი რაიმე ტიპის რეკომენდაცია იყო მომხმარებელთან დატოვებული კომპანიების მხრიდან, ყველა უნდა გავითვალისწინოთ. აი თუ შეიძლება ვისაუბროთ რეგიონების ნაწილში და თბილისში, აი სხვაობა თუ არის გამოვლენილი დარღვევების თვალსაზრისით, აი წლებთან ერთად დინამიკა როგორია იმ კამპანიების ფონზე, რაც მიმდინარეობს, როგორც მაგალითად ვიტყვი, რომ თბილისი ენერჯის აქვს ხოლმე ცნობიერების ამაღლების კამპანია, დადებითი დინამიკა თუ შეიმჩნევა და როდესაც ხდება გამოვლენა დარღვევის შემდეგ უკვე რა ნაბიჯებს გავს როგორც კომპანია, ასევე მომხმარებელი. რამე ფინანსური ჯარიმა ხო არ ეკისრება მომხმარებელს? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა და ნამდვილად წელს აბსოლუტურად განსხვავებული დავინახეთ ეს ყველაფერი. სამწუხარო ის არის, რომ დინამიკაში ნამდვილად შემცირებული რაოდენობა არ არის პირიქით. მე გეტყვით, რომ რეგიონებში არის გაზრდილი. ეხლა დაახლოებითი ციფრები რო გითხრათ, ხო? თბილისი ენერჯი ემსახურება 600,000 აბონენტზე მეც და 200,000 აბონენტიდან 4,000-ზე მეტ აბონენტთან იყო დარღვევა გამოვლენილი, მაგრამ განსხვავება არის, თქვათ, რეგიონებსა და ქალაქებს შორის რა. ქალაქებში ყველაზე დიდი დარღვევა გამოვლენილი არის გაქირავებულ ბინებში ეს ერთი, ასევე იტალიურ ეზოებში, როდესაც ხდება გადაკეთება და მიშენება თვითნებური ან რაღაცა ოთახების გადაკეთება, სადაც უკვე განიავების ან თქვა ფანჯარა ამოიკეტა და უკვე მის შესაძლებლობა არ არის და ქსელი ისეთ ადგილზე მოექცა, სადაც დაუშვებელია რომ ის იყოს. აი ესეთი შემთხვევები ყველაზე მეტი გვაქვს დედაქალაქში. რაც შეეხება რეგიონებს, აი ახლა ციფრს ვიტყვი და თქვენ თვითონაც მიხვდებით, რამდენად მზარდი დინამიკა გვაქვს იქ. სოკარ ჯორჯია გაზ, რომელსაც 500,000-ზე მეტი აბონენტი მყავს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. საერთო ჯამში 400,000 აბონენტი არის დაახლოებით გადამოწმებული და 41,000 დარღვევა გამოვლინდა. აი თქვენ თუნდაც ნახოთ. მიზეზი წელს ახლა შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს, სწორედ მიზეზებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიკითხეთ, რომ აი ამდენი დარღვევა რა იწვევს ამას, ხო? ამას იწვევს ის, რომ კომპანიებმა წელს ძალიან ბევრი იმუშავეს იმასთან დაკავშირებით, რომ დეტალური შემოწმებები ჩაეტარებინათ და სხვადასხვა ჯგუფებმა დამატებითი სამუშაოები ჩაატარეს ამასთან დაკავშირებით და ერთი რაც კიდე ძალიან ცუდი გამოვლინდა, რამაც ესე ვთქვათ, ციფრი კიდე ყველაზე მეტად გაზარდა, იყო ის, რომ თურმე, როდესაც ხდება რომელიღაცა დანადგარის ჩახსნა ქალაქში, იმიტომ რომ ის იყო ან დაზიანებული, ან ვთქვათ, ვადაგასული და ასე შემდეგ, ამ მომხმარებლებმა წაიღეს და დამონტაჟეს სოფელში. ამიტომაც აი მზარდი დინამიკა ამანაც წელს ძალიან ბევრი მოგცა, თუმცა ბევრი რეკომენდაცია არის გაცემული ჩვენი მხრიდანაც, რომ ხშირად მომხმარებლები პრეტენზიით მოგმართავენ იმასთან დაკავშირებით, რომ აი თქვენ სანქციებთან დაკავშირებით ბრძანეთ, რომ აი პრეტენზია აქვს მომხმარებელს ხშირად, რომ რატო ჩახსნეს ჩემთან დანადგარი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო და ხომ არ შეიძლება რომ რაღაცნაირად მოხდეს შემდეგ ამ დანადგარის ისევ ჩემთვის აღდგენა, ხო? ამასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არის ჩვენი, რომ არც ერთ შემთხვევაში თუ კომპანიის წარმომადგენლობა და მათი ესე ვთქვათ ვიზიტის შედეგებით გინდება რომ რომელიმე დანადგარის საფრთხის შემცველია, მისი ხელმეორედ გამოყენება, დამონტაჟება და ასე შემდეგ კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ასეთ შემთხვევაში მომხმარებლებს უარით ვისტუმრებთ ხოლმე. თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ ხდება უსაფრთხო დარიცხული თანხების ჩამოწერა. ზამთრის შემთხვევაში უფრო ხშირია ხოლმე გაზრდილი გადასახადების დარიცხვა. ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ გავუმარტოთ, იმ შემთხვევაში თუ მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ არასწორად ხდება, ხო? დარიცხული თანხა ის კომუნალური როგორ შეიძლება რომ მოგმართონ თქვენ ენერგოომბუდსმენის სამსახურს და შემდეგ უკვე თქვენ მათ განცხადებას რა მსვლელობას აძლევთ? კი ბატონო, გაზრდილი გადასახადები ერთ-ერთი აქტუალური თემა არის, რომელსაც აი თუ შეგიძლიათ თქვა დაახლოებით რა თანხის ჩამოწერა ხდება ხოლმე ჭრილში საშუალოდ. აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხო? ზოგადად აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები რამდენიმე ამბავს უკავშირდება, ასე რომ ვთქვათ, ეს არის მრიცხველთან დაკავშირებული დავები, როდესაც აღრიცხვის ხელსაწყო ან დაზიანდა, ან გამოვიდა მწყობრიდან. ეს ყველაზე ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგიის შემთხვევაში გვხდება, ასევე არის წყალმომარაგებების სექტორშიც და ბუნებრივი გაზის სექტორში. ახლა ბუნებრივი გაზის სექტორს კიდე ახასიათებს აი ზამთართან დაკავშირებით, აი ამასაც ვიტყვი, რომ თუ კი მრიცხველი არის დამონტაჟებული ეზოს გარეთ. ეს განსაკუთრებით რეგიონში, როდესაც არის საკუთარ სახლებზე. მაგ და ეხლა თითოეულობა მიცის ხოლმე ხშირად
ამ შემდეგ გადასახადების გაზრდა ამ მიზეზით და მრიცხველიდან გამოდის მილი, რომელიც შემდეგ შედის, ხო? სახში მან ეზო გაიარა, შევიდა მომხმარებლის სახლში და თოვლმა ყინვამ შეიძლება ეს მილი დააზიანოს და ხდება გაჟონვა. ეს იწვევს მერე ზედმეტი გადასახადების დარიცხვას. ასევე მაღალი ყინვა თუ კი არის, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება და თუ კი ამას მომხმარებელი, რა თქმა უნდა, შეამჩნევს, იქვე უნდა მიმართოს კომპანიას, რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ამისი აღმოფხვრა. ასევე ახასიათებს სასმელ წყალსაც ამასთან დაკავშირებით, თუ კი ვთქვათ, მრიცხველი ასევე გარეთ მდებარეობს და მილით შედის შემდეგ სახში. აი ესეც ვთქვათ, მაღალ ყინვიანობის ან თოვლის დროს შეიძლება დაზიანდეს. სხვა შემთხვევაში ეს უკავშირდება უკვე მრიცხველთან დაკავშირებულ დავებს. ყველა შემთხვევაში თუ კი მომხმარებელი თვლის, რომ მას დაერიცხა ზედმეტი გადასახადი, აუცილებლად უნდა მიმართოს კომპანიას პირველ რიგში და თუ რა ვთქვათ, კომპანიიდან ვერ მიიღო შესაბამისი განმარტება ამასთან დაკავშირებით, უკვე ჩვენ სამსახურს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვითხოვთ მომხმარებლის კუთვნილი მრიცხველის შემოწმებას, ლაბორატორიულ შემოწმებას, ჯერ ადგილზე ვიზუალურ დათვალიერებას, ლაბორატორიულ შემოწმებას და მერე უკვე ლაბორატორიული შემოწმების შედეგებით, ასე ვთქვათ, მოქმედებთ და აქვე დავამატებ, რომ დავის დასრულებამდე სადაო თანხის გადაუხდელობის გამო მომხმარებელს მიწოდება არ შეუწყდება, ამიტომ ეს ასე ვთქვათ, მათთვის ერთ-ერთი დამატებითი გარანტია არის, რომ იმ ხნის მანძილზე სანამდე ჩვენ გავარკვევთ ლაბორატორიულად აღნიშნული მრიცხველი სწორად მუშაობდა თუ არა, მას შეუძლია რომ ის სადაო თანხა არ გადაიხადოს და მხოლოდ მიმდინარე გადასახადები გადაიხადოს. ჩვენ საუბრის დასასრულს მინდა კითხოთ, მიმდინარე წელს რა კამპანია გაქვთ დაგეგმილი თქვენ სამსახურს, ასევე კომპანიებთან ერთადაც შეიძლება გეგმავდეთ იმის რომ ცნობიერება მომხმარებლის უფრო გაიზარდოს და მან იცოდეს როგორც მისი ვალდებულება, ასევე კომპანიებისგან რა ტიპის მოთხოვნის ვალდებულება აქვს იმისთვის, რომ სერვისი მიიღოს გამართული. კი ბატონო, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და წყალმომარაგება ეს არის ბუნებრივი მონოპოლიური საქმიანობა, ხო? მომხმარებელს ძალიან ხშირად თუ მან არ იცის, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც იცავს მას როგორც მომხმარებელს და საკმაოდ ბევრ უფლებას ანიჭებს როგორც მომხმარებელს და საკმაოდ ბევრ ვალდებულებას აძლევს, რა თქმა უნდა, კომპანიებსაც. ხო, ხშირად აქვთ განცდა, რომ ვინაიდან მომსახურებას ალტერნატიული კომპანიიდან ვერ იღებენ, ამიტომ ახლა უპირობოდ უნდა მიიღონ ესეთი მომსახურება. ამიტომაც მე ხშირად ვამბობ, რომ აუცილებელია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ არსებობს უმნიშვნელოვანესი ორგანო, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ნორმატიულ აქტებს მათი უფლებების დასაცავად და ასევე ჩვენი სამსახურიც, რა თქმა უნდა, კომისიასთან არსებული დამცველი სამსახური, რომელიც ასევე მათი უფლებების დაცვის დამატებითი გარანტია არის. შესაბამისად, მომხმარებლისთვის ამ ინფორმაციის მიტანა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ წლიდან წლამდე ძალიან ბევრ კამპანიას ვაწარმოებთ ამასთან დაკავშირებით. აი მაგალითად 2025 წელს გვქონდა დაახლოებით 12 გასვლითი რეგიონალური ვიზიტი, სადაც შევხვდით სხვადასხვა ქალაქის მერებს და მათ წარმომადგენლებს სოფლებში. ხა წარმომადგენლებს სოფლებში რატო? აი ამ სოფლის მერის წარმომადგენლებმა სოფლებში ყველს კარგად იციან ხოლმე სოფლებში რა პრობლემები არის და ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ იქედან მოდის, ხო? ამიტომაც იქ ჩვენ ტოვებთ ინფორმაციას, ხვდებით კონკრეტულად მათ, იქვე ვადგენინებთ ხოლმე რაღაცა ტიპის განცხადებებს, ვაწვდით ჩვენ შესახებ ინფორმაციას და ავრცელებენ თან გვიკავშირდებიან. აი, როდესაც არის ხოლმე ძალიან ისეთი პრობლემები, აი იგივე უამინდობამ შეიძლება შეუქმნას პრობლემა იქ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ყოველთვის იციან რომ მოგმართონ, ჩაგვაყენონ საქმის კურსში და ჩვენ სწრაფ რეაგირებას ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. და ასევე მასიური, ასე ვთქვათ, შეხვედრები გვაქვს კომპანიებთან, რომელიც გულისხმობს არა მარტო, ვთქვათ, ერთჯერადი შეხვედრის ჩატარება, სადაც მომხმარებელს და კომპანიას შორის არსებული კონკრეტული დავის გადაწყვეტა ხდება, არამედ სწორედ ამ ფორმატში ხდება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინფორმაციების გაცვლა კომპანიების მხრიდან, რა არის კიდე საჭირო დამატებით, რომ მომხმარებლებმა უფრო კარგად და კომფორტულად იგრძნონ თავი და ასევე სად არის ჩვენი ჩართულობა საჭირო. დიახ, გეთანხმებით, იმიტომ რომ ზამთარი მარტო ბუნებრივი გაზის საფრთხო მიწოდებასთან არ ასოცირდება, წყალმომარაგების და ელექტროენერგიის ნაწილშიც ქსელების ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდხოლობა და ამ შემდეგ სტიქიური მოვლენები ზამთარში არ მიაყენოს დარტყმა ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ ნინო, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი.